1917 წლის თებერვლის რევოლუციის საპასუხოდ კიევში ცენტრალური რადა შეიქმნა. მის ლიდერად 900 დელეგატმა მიხაილ გრუშევსკი აირჩია. უკრაინის ახალი ლიდერი თვლიდა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დრო დადგა. კიევის ქუჩებში ახალი საბჭოს მხარდასაჭერად 100,000 მხარდამჭერი გამოვიდა. ახალი მთავრობა, რომელიც 5 უკრაინულ გუბერნიაზე იურისდიქციას აცხადებდა, პეტროგრადში დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში უკრაინის მთავრობად იქნა აღიარებული. უკრაინელები სამშობლოს დასახმარებლად მოსკოვიდან და პეტროგრადიდან კიევში ბრუნდებოდნენ. როდესაც გაირკვა, რომ მიწები ხალხზე არ განაწილდებოდა, ბევრმა ოფიცერმა და ჯარისკაცმა ბოლშევიკებს დაუჭირა მხარი. ამასობაში უკრაინის სამხრეთით ნესტორ მახრომ ანარქისტული საქმიანობა დაიწყო. მახრო დეზერტირ რუს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს იარაღს ართმევდა. მალევე რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცენტრალურ რადას არ ყავდა მუდმივი არმია, ამიტომ მოსახლეობის მობილიზაციის გამოცხადება მოუწია. 1917 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის კომუნისტურმა პარტიამ ხარკოვში დონეცკ-კრივოი როგის საბჭოთა რესპუბლიკა შექმნა. იანვარში ბოლშევიკებმა კიევს შეუტიეს. მუშათა მხარდაჭერა ბოლშევიკების მიმართ იზრდებოდა. მალევე ბოლშევიკებმა რამდენიმე უკრაინული ქალაქი ერთმანეთის მიყოლებით აიღეს და ოდესის საბჭოთა რესპუბლიკაც შეიქმნა.